კარგი, ახლა ამბებსაც მივხედოთ. ადე, არ გამოვას. მოიციქოს თუ ისიც ხელია. უკვე სერიოზულად მივხედოთ ამბებს. ყველაზე ევოს, ყველა გეიმო. ბიჭო, რაღა ეს ვიპოვე. ორი კვირა ახერს ვერ უყრი. მეგონა ცოტა. აბა, მივხედოთ. ახლა. კი ბატონო. მოკლედ ყველაზე იმობს შევონიკოლოს, მაგრამ რაღაცები ხო ხდება ამ პლანეტაზე. უი! თავისთავად ცხენისელია და იმათავს ჩემი ჯობია. მართალი ხარ, შეხდება რაღაცები, შეკაცო, ხდება რაღაცები. აი მაგალითად, ღამის ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში თბილისი მეხუთე ადგილზე გავიდა. აი მაინტერესებს მე პირველ 4 ადგილზე რომელი ქალაქები გავიდა, ვინ გვაჯობა. ამ წუთში მოგახსენებ შეუძლებელი. ბრძანე. ბარსელონა პირველზე, მერე პარიზი, მერე ტოკიო და მერე პრაღა. არ არის ცუდი. აი ჩვენს მერე ვინ მოდის, ეგ მაინტერესებს. მე-6-ზეა სეული და მე-7-ზე იერევანი. სეულმა როგორ გაჯობა, ბიჭო, სეულმა. დედა. შენ არის დარდო მაგაზე სეირაჯიან, სეულიც თქვენია. ადრე არ ატარებდნენ ასეთ გამოკითხებს, თორე 90-იან წლებში თბილისი პირველ ადგილზე გავიდოდა ღამის ცხოვრებით, იახ? კი, განსა. დაღამდებოდა თუ არა მთელი ქალაქი პურის რიგში დგებოდა დილამდე. აი, ხო იცი, ჟიურის კითხეს თურმე მე-5-ზე რატო გაიყვანე თბილისიო და რა უპასუხა, თუ იცი? რაი. იმდეს ვალევინებდით ღამით 2 საათი და პატრონს ვეღარ ვცდობით და გაგეცადათ, გათენებამდე ეგება პირველის გაგეყვანეთო. ჩვენო ვიცი დალიე, ტასკი, იმიტომ რომ მე მგონი ოპერაციაც გავიკეთე და არ მახსოვს. ისე დილადრიანად ყველაზე საინტერესო ქალაქების რეიტინგებს არ ატარებენ, და? ქუთაისი გავაუეჭველი პირველზე. მან არის პახმელი და გამოსვლის ტრადიცია, დილაუტენია, სუბხარჯოთი, ხალხი და ის უნდა იქარი. ისე ხო იცი, სხვათა შორის პურმარი არც იტალიელებს ეშლებათ. თურმე დაგვასწრეს და იტალიური სამზარეულო პირველია, რომელსაც არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გესმის შე რა ხდება? გამოყოლილი გვაქვს. საჭმელ ძეგლის სტატუსი რა უნდა მიენიჭა, რა უბედურება. იმ დღეს სპიცა რომ მოიტანეს, კი ქონდა ცოტა ძეგლის გემო. და მეგონა ბეტონი გაერიათ მეთქი, ეხლა რა ვიცი, ახლა ეწლებია მქვილში. თურმე ძეგლია და რისი გემოეკრა. ანუ 10 პიცაზე ვინც მაიონეზს მოასხამს, მატერიალური ძეგლის დაზიანების გამო დაიჭირა. წესით კი ისე სადაა სამართალი, მაკარონი თუ ძეგლია, მაშინ ხაშლამა მუზეუმი მაინც უნდა იყოს. იახ, სხვათა შორის ახლახან მისცეს ქართულ ხორბალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. აჰა, მოუგეთქვა. ოვისვირი აქ ლოგიკური კითხვები ჩდება. ლოგიკური რომ ხიკალს არ უნდა მისცენ ეგ სტატუსი. მოიცა თუ ძმახან, მერე წავა ჩვენი ამბავი, ხო იცი, გარჩევა მწვალებიას მივანიჭო თუ უმწვანილოსო და დაავჭამთ ერთმანეთს. იყოს კაცო, ყველა ვიცით რომ ხიკალი პირველია, მაინც. კაი, კი ბატონო, სანამ იტალიელები თავიანთი გაძეგლებული საჭმელებით გეიმობენ, აგერ ბრიტანელმა ექიმებმა ენერგეტიკული სასმელების შეზღუდვისკენ მოგვიწოდეს. სორია, საინტერესო რატომ აითხოვენ უბრალოდ? რას ვერ ჩითო? რატო და გულსიზარხთა სისტემას აზიანებს თურმე. აი, ალბათ მაგის გამო მითხრა ჩემმა კარდიოლოგმა, კორვალორი და ვალერიანი შეურიე და ისე დალიეო. კი, ჩემი კარდიოლოგი წინააღმდეგია. გასა. არ აღვსავდით იმ დღეს და ენერგეტიკულები გადამიხარავს უბრალოდ ჩემმა ბონდუ ექიმა. აბა რა საყოლები.
კაცი. ეს ბონდო ხო გამაგიჟები. როცა საჭიროა მაშინ გიყრის სუპრიდან კაი სასმელი. არა ბაბა. რა დააყოლეთ აბა? ლუდი. აუ, კარგია კაცო. კარდიოლოგიაში არაყი და ლუდი არის პირველი. ოღონდ შემთხვევაში. ვაიდედა, მე მაინც არ ვსვამ მაგეებს და რასაც ვსვამ, ის არ აკრძალონ მთავარია. მაგის ნუ გეშინია შენ. ჩვენ სამეგობროში რამდენი ექიმია? გადაყედ ერთი, რომელია ღვინის სამგზალავი გაკეთე. მართალი ხარ. მომეშვა გულზე, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ახალი წლის გეიბება მარტო ადამიანებს არ დაგვაკარგვინეს კონტროლის უნარი. ცხოველთა მონიტორინგის საკეთო ორ დაკარგულ ხოზი ხარ შენ. რა ხდება? ორ დაკარგულ ვირს რომელსაც პატრონი არ გამოუჩნდა აუქციონზე ყიდის. როგორ წახდა ცხოვრება? კახელი კაცი რო ვირს დაკარგავს. ეს იგივეა? რა ვიცი, ყველაზე მსუბუქად რო თქვა, თავი რო დაკარგავს. მოიცა, რა ის ახლა შენ რო კახელო დაკარგა მითხრა. კახელი თუ არ ხო, მავირი რა თუნოდა. მეც ვარტალი. წამოდი ისე ჩვენ წამოვიყონოთ ის ორი ვირუგელა. სასოფში ჩვენ აღარ გამჩერდები და ბენზინის ფული არ დაგჭირდება ზავი. თან ვირი რბილა დადის. აღარა თუ დაინოლია ხო საერთოდ. თქვათა შორის თავიდან ამ ვირებს გურჯაანში უპირებდნენ წაყვანას და მე ვირებმა თქვეს არ მინდა. ის აუქციონი იყო. მე ხო ამბობ, კაცო, მარტო მეკრა ვირი ყველაზე ჭკვიანი ცხოველი. აი რა არის, აი ეს ვეშაორმე რო იყო მოსული. იმას გავყვევით გვირით შევნია, ვიდრე გურჯაანში ჩავიდეთ. აი გარი. ვაგრძელებთ ცხოველების თემას და ამ ახალ წლებზე ამათო განასარევი ამბავი, აგერ მე ვითხარით, რომ ძაღლი ადამიანის მეგობარი არ არის, რა. რა ხდება? აი, ერთმა ძაღლმა შემთხვევით მანქანა უკუსვლით ჩართო და შუა კალიფორნიაში 1 საათი დარბოდა ასე თურმე. მე ახალწლ თელი სოფლიო რა დღეშია მარტო მე მეგონა ქართველებს გვიჭი. აბარა რა უნდა ეკა პარკინგისთვის ადგილი თუ ვერ ანახა. მალადეც აბა ჩემი ძაღლი რო წაიყვას მანქანას ბიჭო. ორი თვე გააკეთება, შუნდები და მე ხან რა უბუშდება, დავაცალებ. არ მითხრას, რომ არ გამახსენა. ეს ჩემი ძაღლი კიდო ბოტ. რა? ჯოგრის დაბაჟლებს ვასწავლე, ვიგო. და სხვებს როგორ ნიჭიერები ყავთ, აგერ ხედა? აბა, საწიდაობა არ არის ხა ამ ძაღლს რომ ჯეკა ერკვას და დინით ეზოში რომ ჩემი მანქანი წირო ქონდა ჩაკვეხებული მანქანა, იმ ძაღლს ერკვას ძაღლს კი არა და კაც გრიშა. ახალი. მოგლეთ ამ კალიფორნიელ ძაღლს როგორ ჩანს სარკეები აქ მაგარდამოღამო. აბა 1 საათი უკუსვით მე ვერ ვივლებ ზოგანკაი. 1 საათი კი არა, უკუსვალს აგერ ხარო ორჯერ ჩაჭრეს მართვის გამოცდაზე. არც კი ცხენია, არა იჟირო, აი ძაღლმა უნდა გაჯობოს. გიორგი შირო. რა გრამერე ბოლოს როგორ გაჩერდა ძაღლი ეს გაჯურებული თო? ბოლოს პატრონს გაუჩერებია ტელეფონზე ლაპარაკის გამო. უწეს ეს. ის რაზე. ძალიან მართლაც უდათ მე რაში. რაზე ვლაპარაკობ ვიღა. არა და იმედი მქონდა მეთქი ცოტას დავილაპარაკებ გამოვა. დავიწყეთ ეს მონელი თუ მახსოვდეს საერთოდ რატო ვარ აქ? მე გეტყვი, არა პრობლემა გეტყვი. მოიცა. აჩო. გამახსენდე რა ხე, ჩამოვშა ცოტა ჩემს რა ქვია ბიჭებს, რატო დავიწყე და გეტყვი? ის რა ზღვაზე რომ მიდიან ხოლმე, რატო მიდიან? ბანაობა უნდა, რა ვიცი. არა, კაცო, მაგას კი არ გეკითხე, ანუ რა დროს მიდიან, რა დროს? შევულება რო უწევთ. ხო და როდის უწევთ ხოლმე, ბიჭო, მაგას გეუნები. სეზონზე. შეგაგახარა ღმერთმა, ებასე, გამახსენდა, სეზონი, ახალ წელთან ერთად ახალი სეზონი დაიწყო ჩვენ ტელევიზიაში და მაყურებელს მოდი უღეროთ რა შევთავაზებთ
ამ სეზონს. აი, სეზონი ხო გაგახსენი. არ გეუბნებოდი ჭაჭა, მაინც სხვანაირად ხსნის. კი ბატონო. აი, გახსნის. კი ბატონო. აუცილებლად, მაშაცე. მაესტრო. მუსიკა. აჩუ. კი ბატონო. ჩარტე.